მამა ჩემი რო გითხრათ რომ ძალიან კაცრი იყო, არა. ლაპარაკი არ უყვარდა, როგორც წესი. მთელი დღე მუშაობდა, მოდიოდა დაღლილი, მოგეხსენებათ მშენებლობაზე. და ნუ აი დასვენების დღეებში მქონდა საშუალება ხოლმე რაღაც გასაუბრების და ასე შემდეგ. როცა გავიზარდე და უკვე ასე ვთქვათ, მაგიდასთან გვიყვარდა ჩიკაღვინით ხელში საუბარი, ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა მამაჩემს. ორი ომი ჰქონდა გავლილი, გულაგში იჯდა 11 წელი, ჭრილობებიც ნუ მოკლედ და მე თბილისში რო ჩამოვიდა რუსთავშიც მუშაობდა მეტალურგიულ ქარხანაში მშენებლობაზე, მთელი ცხოვრება ჰქონდა საკმაოდ მძიმე სამუშაო. თუმცა ძალიან უყვარდა მიწა. აი იქ სადაც მიწა შეხვდებოდა აუცილებლად ბარი, თოხი, მერე უკვე რაღაც აგარაკი ჰქონდა, სადაც სახლი არ იყო აშენებული, მაგრამ ბაღი იყო სასწაული და ბოსტანი, სასწაული. მე მახსოვს საფრანგეთიდან ჩამოიტანა მაგის დამ, გამოატანა პომიდორის თესლი, ხარის გულს ეძახდნენ და ესეთი დიდი პომიდორი. მახსოვს პირველი მოსავალი რომ იყო, არ ვაჭა 800 გრამიანი პომიდორით ხელში შემოაბიჯა სახლში და აი ძალიან ამაყად მაჩვენა. აი ეს მიწა ძალიან უყვარდა, გიждდებოდა. და მიწის ესმოდა და მიწას ესმოდა მამაჩემის ეს სასახლე. გიმეორებთ, ფუფუნებაში არასოდეს არ გვიცხოვრია. რჩევები, მამაჩემი იყო ძალიან ისეთი მე სულ შეუვნებდი, მამაჩემი არის უმაღლესი დონის ინტელიგენტი. ჰქონდა დამთავრებული 5 კლასი, მაგრამ იცოდა ფრანგული, ნუ ესპანური თავისთავად ცხადია, რუსული სამწუხაროდ ქართული უჭირდა, მაგრამ იმდენად ბევრს კითხულობდა, მაგალითად კვირაში ერთხელ მე მახსოვს შაბათობით სასტუმრო ივერიაში იქ იყო რაღაც გაზეთების ჭიხური, სადაც შემოქონდათ უცხო პრესა, ნუ როგორც წესი ეს იყო ბეჭდვითი ორგანო რაღაც კომუნისტური პარტიის, ხო, ასე ვთქვათ. ფრანგული იყო ლიმანიტე, მახსოვს ძალიან კარგად ეს. აუცილებლად მიდიოდა შაბათს, ყიდულობდა ლიმანიტეს და მერე 2 დღე, ასე ვთქვათ, არ წყდებოდა გაზეთს კითხულობდა სულ ყოველთვის. იყო ინტელიგენტი, ინტელექტუალი, როგორც ესეთი არ იყო. განათლება არ ჰქონდა შესაბამისი, მაგრამ გიმეორებთ რა, ჩემთვის მართლა მაღალი დოლის ინტელიგენტი იყო მამაჩემი, თავის ქცევით, თავის ურთიერთობით, თავის ყველაფრით.